გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ემშვიდობება. პეტერ ფიშერმა საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ქართულ ენაზე პოსტი გამოაქვეყნა. მოქალაქეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და auf Wiedersehen, დაწერა ფიშერმა. ტექსტთან ერთად ფიშერმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთანაა გადაღებული. მუსიკალურ გაფორმებად კი დიპლომატმა ინგლისელი მუსიკოსის პიტერ გებრიელის კომპოზიცია აირჩია სახელწოდებით უკან არ დავიხევთ. პეტერ ფიშერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. ის ქართული ოცნების თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ ელჩი ფიშერი ქართულ ოცნებას დემოკრატიული უკუსვლის და ევროკავშირის გზიდან გადახვევის გამო აკრიტიკებდა. ირაკლი კობახიძემ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაზე კომენტარი ყაზახეთში გააკეთა და თქვა, რომ ფიშერი ყველაფერს აკეთებდა საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობის დაზიანებისთვის და იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ადლიერი ვართ გერმანიის წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩეული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. გასული წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი გერმანიაში კონსულტაციებისთვის გამოიძახა ქართული ოცნების მხრიდან მორიგი შეტევის ფონზე. მაშინ ქართული ოცნების ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ ფიშერი საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა ფიშერი დაბრუნდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ელჩს მათი სრული მხარდაჭერა აქვს. ის გერმანიის ხელისუფლების პოზიციებს გამოხატავს და საქართველოს ხელისუფლება ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას. 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად სავიზო შეზღუდვები დაუწესა ქართული ოცნების ოფიციალურ პირებს. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებისთვის 227 მილიონი ევროს დაფინანსება შეაჩერა და რამდენიმე პროგრამა აღარ განაახლა.